დაიწყე. თქვენ დაიწყეთ ეხა, სულ მოლაპარაკობ, ანუ შანსი არა, მიდი, შენ დაიწყე. მიდი მიშა. შენ ყველაზე კარგი იცი ქართული და შენ უნდა დაიწყე. და ყველაზე მეტად უყვარდით. ხო, იცი. უყვარდით. უყვარ ხართ. ეხა, მაინც, იგივე მსუქანი საყვარელი ბიჭი ხარ. არ ვარ მსუქანი. რაღაც 700 გრამი დავიგე მგონი. 6 თვეში ხო? თუ არ მახსოვს მოკლედ. აი როგორ დავიწყოთ? არ დავბრუნებულ ვართ, უბრალოდ გავაგრძელეთ. ხო, და ვიღებთ ვიდეოს რა, რომელსაც არ ვიცი საიწავა რა, უბრალოდ ვილაპარაკებთ ახლა ჩვენ რაღაცეებზე და თან ვითამაშოთ ჩვენ თამაში რა, საყვარელი თამაში რაც არის იმპოსტერთან რაღაც საინტერესო დამატებით ვითამაშოთ, კიდევ რაღაც სიმართლე თუ მოქმედების თამაშის უკვე. ეგეც ვითამაშოთ. და თან რავი მაყურებელსაც უთხრათ ხო, რატო ვიღებთ ვიდეოს და ჯერ ხავში მოლოდინი არის თუ არა საერთოდ რამე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის არ ვთქვათ? რატომ ვითომ დავიშალეთ? ხო. რა მოხდა? ხო რა, კარჩე კოსტა და მიშა შეუყვარდათ ერთმანეთს. ავიდი ხო ესეცა. ხო და შუაში მაგიტოზი ვარ რა, მე რაღაცაში თუ ეშენში გაიჩიტა და ეხლა განგვაცალკეოს. ხო რა. ხო და ეგ იყო და ეგ და ეხლა შერიგნენ. კაი, სიმართლე თქვა. და ისე ამბობ მე მგონი მართლა შეგიყვარდი. ეგ არა სიმართლე არ თქვა? რა არის სიმართლე? რაც მოხდა. მიზეზი არის ის, რომ ანუ მიზეზი არ არის, პროსტ უბრალოდ ვერ ვიცლიდით ფიზიკურად დროის თემაში და ეგ იყო და ეგ და ისე გამოვიდა, რომ ანუ როგორც შეიძლება არ იცოდეთ, ყველას გვაქვს ალგე ჩვენი საქმიანობა რა. ჩვენ მთავარი შემოსავლის წყარო YouTube არისო და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ როგორც არის YouTube-ს უნდა full time მუშაობა რა. სრული რესურსი უნდა როგორც ფინანსური, ასევე დროის თემაში და ჩვენი შემოსავალი რადგან სულ სხვადასხვა იყო, ვერ ვემთხოვდით ასე ეგ იყო და ეგ რა. ანუ რაღაც წავედით ამსტერდამში, სკოთიშერის პირველი მოსაყვარელი ისტორია, მაგრამ ვერ მოყვებით და მე რაღაც ჩამოსულზე ვერ ავეწყვეთ რა. ესე ბოლო ვიდეო იყო ხო ეგ თუ? ხო, კი, ბოლო იყო. ან მე დალევის რაღაცა დავდი. დალევა ძველი გადაგებული იყო. სხვათა შორის ქონიათ ისეთ შემთხვევა, რომ აი ქუჩაში ვინმე შეხვდათ და აი ბროები რატო აღარ ხართ და ასე შემდეგ. სულ მოგეკითხებიან. მე მიგვირს რატო მოგეკითხებიან, მაგრამ ხა ჩვენც ახლა არ ყოფილიყავით ის. ხო, ახლა ჩვენ თად ეგეთი დიდი არხიც არ ყოფილა. არა ხო. მაგრამ მე მიგვირს რომ ისე ვაფშე რამდენი გამწერზე ვართ? 32000-ზე. 30 შანსი 30-ზე ასულები არ ვიყავ. აი ნახე. 12 თუ არის გიოს გავათამაშებთ. გიოს გავა. ერთი რამდენზე ვარ. ნახოთ აბა 29 და 6. 29 და 6 ხო. დაახლოებით იგივე. მე მგონი ხო, დიდა და შეიცვალა და ალბათ. 30 მახსოვს რომ აი შესრულდა და მაგიტო. ხო, ნუ დაახლოებით იმაში დავში. ხო, ხალხი რომ მოდის და სიყვარულს გამოხატოს, ზოგადად მაგარია. რა იდეაში მოდი პირდაპირ თქვა რა, რატომაც ეხა ის ჩავწერეთ, რატომაც ვიღებთ ვიდეოს დღეს არის ის, რომ ხალხი და გამომდინარე რა, ერთ დღეს მე და მიშას გადაგება მქონდა მთელი დღე და არ ვიცი ერთი 20 ადამიანი რატო არ მოვიდა და როგორ არის გვითხრა რომ აი დაიწყეთ რა, ლამის გვიჭუბნა ლამის უგებელს და მე დარბაზის გასახდელში გამაჩერეს. შიშველი. შენ ხო კი, ნახევგან შიშველი ფიქსახოცით. შენ ხო ის ხარო, რატო აღარ ხარო და მოკლედ რა. ხო და ამიტომაც ხო, კაი, ხა მოლდინზე ვთქვა რა. პირდაპირ ვთქვა რა, ვიწყებთ იმის გამო, რომ ხალხს უნდა, ხო? ანუ მე მაგალითად არა, მარტო ეგრეც არა საქმე, რომ ხალხს უნდა და ჩვენ არ გვინდა. არა, ჩვენ არ გვინდა არა, სხვა რამეს ვიძახით. ჩვენ ამით მოლოდინებით არ გვაქვს ეგეთი, რომ ვიქნებით პირველი არხი საქართველოში. არც გვაქვს ეგეთი. რესურსი არ გვაქვს. მიზანიც არ გვაქვს, ჯერ ერთი ვთქვა და დროც არ გვაქვს და ბევრ რაღაც არ გვაქვს რა მაგისთვის. ჩვენ გვინდა რაღაც იდეები გქონდა რა, მაგრამ მე რო დავიწყეთ მაგის განხორციელება და დროთა განმავლობაში შევხედეთ, აი მივხვდით, რომ ფიზიკურად შანსი არ იყო, რომ აი რაღაც ეგ გაგვეხორციელებინა ჩვენი საკალკულაციებიდან გამომდინარე დროის რესურსიც და ზუსტად, ხო, ყველაფერი უნდა დაგვეკიდა მაშინ და ორი ვიდეო გვეყო, რომ ნუქტარი ყავით ამას. და ძალიან დიდი რესურსია და ძალიან ბევრ დროს მოითხოვს ეგ საქმიანობა და საულ იუთუბერებს ვინც full time-ზე მუშაობს. ბრავო, სიტყვები არ მყოფნის რა და ამიტომაც ვინც გვეყოლება სტაბილური მაყურებელი, ჩვენი მაყურებელი ვინც იქნებიან, მაგათთვის გადავიღოთ ვიდეოებს. ვეცდებით რომ ყველანაირად ყოველკვირა დავდოთ ვიდეოები. ვეცდებით რომ ესე ვთქვათ, ყუდრო გარემოში ვიყოთ, გქონდეს თამაშები, საუბრები, სტუმრები არ ვიცი რამდენად იქნება, იმიტომ რომ ეგეც ალკე რესურსია და არ ვიცი, შეიძლება იყვნენ, შეიძლება უბრალოდ ვინმე ისეთი მოვიწვიოთ, მაგალითად, ნაცნობი მეგობარი, ვინც კაი ტიპია და გავაცნოთ ხალხს. ეგ არის და გამომწერეთ შეიძლება. თუნდაც ამ შეგვიძლია რაღაც ეგეთი თემა იყოს, რომ აი რაღაც ვიდეო გამოგვიგზავნა რაღაცა 30 წამიანი ერთ წუთიანი, რატომ უნდა ჩვენთან
მოსვლა რა. ისი რა შტაბიჭილება მრჩება? უფრო თავისუფალი არხი გავხდით? ხო. რაღაცნაირად აი ისე ვარ ხო, რა. ანუ სპონსორების თემაში თავისუფლად ვართ მაგოფიქით და ის ანუ მაგიტოთ ვიყურე. ეს პოლიტიკური განცხადება გამოვა. ხალხის ის ვიქნებით რა, არხი რა, ანუ რაღაც ისე თემაში, რომ ასე ვთქვათ, გამომწერები და მაყურებელი წაიყვანს არხის მიმდინარეობას მიმართულებით. მოკლედ ხალხმა რადგან მოითხოვა, მაგიტო დავბრუნდით. ხო. ვითამაშებთ დღეს იმპოსტერსაც და კიდევ რაღაც თამაში გვაქვს ასეთ სიმართლით მოქმედება, სტუდიაში გქონდა რაღაც ასეთ თამაში და ამასაც ვითამაშებთ, თან ჭამის დეტალიც გვექნება. ცოტა ხანგრძლივობა გაიზრდება ალბათ, ხო? იმის ქრონომეტრაჟის, იმიტომ რომ გვინდა რომ სამომავლოდ აი ლაპარაკიც იყოს რა. ანუ მარტო თამაში და ეს ყო არ უნდა იყოს, რაღაცებს უნდა ვილაპარაკოთ. აი მაგალითად, სანამ თამაშს დავიწყებთ. მიდი. რამდენი თვეა გასული, რაც ვიდეო არ დაგვიდია? ზუსტად 6 თვეა. კაი, ამ 6 თვეში რა შეიცვალა თქვენ ცხოვრებაში? რა მოხდა ახალი, ცუდი, კარგი? მე ჩემზე შემიძლია ვთქვა. შენზე ყველა მიცის, რა ვიცი. 12 კილო დავიკეთე, თუ რამდენი დავიკეთე? არა, მხად მაგდენი არ დაგიკლია. რანაირად? კი, როგორ არა. ახალი წლიდან არა. ბიჭო, ჯამში დათვალე რა თუნდა ახალი ჯამში ახლა მე 2 წელიწადში მეც დავიგენ, მაგრამ ეგ არ დაგიკლია 2 წელიწადში. კაი, მაშინ კარას 12 დავიკელე ახალი წლიდან. უფრო მეტი იყო ახლა. არა, იგით სუკანი 106 კილო ვიყავ. ამსტერდამში არ ვიყავი 106 კილო. 103 ხო ვიყავი და ახლა. როგორ 100-ზე მეტი ვიყავი? ხო, სადღაც მას. 100 ქვემოთ არ ვიყავი შანსი არა. დღეს ვარ 80 შეიძლება მე მახსოვს უფრო. დღეს 92 ვარ, მაგრამ სამაგერ კრეატინზე ვარ, ამიტომ +2 მაგაში წავა რა. ამიტომ 90 რა მე მაგაში ვარ. ეს მე არ ვიტყვი რამდენი ვარ. წონა არა, რა მოხდა ახალი 6 თვის განმავლობაში ეგ თქვი. წონა ამან თქვა. ორშე იყიდა. ხო. მაგას მე ვიტყვი ბარი. ეგ ეხლა ამოვადინე ხალხს უკვე. მიშას ერთი კიდევ 4 ახალი დაავადება. ხერხემალი აქვს რაღაც შვიდნაირად განატეხება. ეგ ოქტომბერში მოხდა. არ გვითქვამს ვიდეოში. ხო. სხვათა შორის მიშას დაავადების გემალი. ხო. გახსოვს? არა. არა. ვიცი მე მახსოვს. უბრალოდ აგეთ, არა, მალე როგორ ზაფხულში რო basic setting-ია, რომ მეგობარს ზოგადად არ ახსოვს ხოლმე. მე დავიმახსოვრე უკვე. მე შენ გეუბნები ყოველდღე რომ არას მჩუქნი და რაღაც სათი მინდა, მაგრამ გიოს არ აქვს მაგდენი. ზურია. 30000 ლარიანი Porsche საღები კი აქვს, მაგრამ მაგის ეს არ აქვს. ეხ არ მინდა. просто შენ კი რა ხდება? ჩემკენ შეყვარებული გავიჩინე. გავიჩინე რა ნადგა. შეყვარებული ყავს. შეყვარებული ვარ. შეყვარებული ვარ, ხო, ბაზარი. ორხრივად. ორხრივ. всё. აჰა. კიდევ კარგი მეცნიერება დაამატე. всё მეტი არაფერი. სამხრივად რო არ არის. მეტი არაფერი. კაი, კოსტა, როდის ოჯახდები რა? ვოჯახდები, აი ეგ ჯერ არ ვიცი. ამიტომ მაგრამ არც თუ ისე შორეულ მომავალში. მიშა, შენ. მოდი. შენ შეგამიმართ. კაი. ეგ კოსტა იყო, ეგ ხუმრობის ნაწილი, თუცმა. კოსტა, მე შეგიყვარდათ ერთმანეთს. ამას შორს არის და ახლა მაგას. კაი, მოდი იმპოსტერი ხო ვთამაშოთ. ხა იმპოსტერზე გვაქვს საინტერესო თემა რა? მოიცა, სანამ დავიწყებთ, ერთი კითხვა მაქვს როგორც მაყურებელს. დავაიმე. როგორც ბროების მაყურებელი, ეგეთი კითხვა მაქვს და სამივე ერთად ვუპასუხოთ ალბათ. მაშინ არ ხარ ბროების მაყურებელი. სამივე მცალსალკე. შენ არც გვაფოლოვე, მოდი აგიო. როგორ არის? და subscribe-ები ყავს, გააკარხი. არხი არსებობს 1 წელზე მეტია და არ გვაფოლოვე. ეს აკითხი. კი, კი. ხო და კითხვა ეგეთია რა. ნახე, ჩვენ ხო ვაკეთებდით რაღაც კონტენტს 8-9 თვე არ მახსოვს დაახლოებით ეგრე იყო ხო 1 წელიწადამდე საკმაოდ კარგი არხიც მქონდა საკმაოდ კარგად მივდიოდით ნახვებიც კარგი მქონდა 2 ვიდეო არის 100,000-ზე მეტი ნახვა და ასე შემდეგ რა ახლა რა არის იმის შანსი რომ ეს ნახევარი წელი აი ამ ფორმატში გაგრძელდეს და ისევ რაღაც არ მოხდეს და ისევ დავიშალოთ და დავიშალოთ ცუდი ნათქვამია ვაფშე დავიშალოთ რა აი ვიდეო ფორმატის მხრივ თორე ისე ჩვენ არ ვიშლებით და არ დავშლილ არ შეიძლება არ ვიცი ვერ გეტყვი არ ვიცი ჩვენი პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე რა შეიძლება ჩვენ ცხოვრებაში ხო არ ვიცით მე თუ მკითხო ყველაზე მაგარი რა იქნება იცი პირდაპირ გეტყვი რა დაუშვათ სიტყვაზე ვთქვათ რა მე მაგალითად არ ვარ ქვეყანაში და თქვენ გიწევთ ვიდეოს გადაღება თქვენ ორმა უნდა გადაიღოთ და ვიღაც ერთი დასვათ და რაღაც ეგეთ თემაში აპირებს არ უნდა დასვათ არა ჯერ მაგრამ შეიძლება სიტყვაზე ვთქვათ რაღაც ეგეთ თემაში რომ ვიდეო დაიდოს ხვდები შეგვიძლია ეგ საბას უთხრათ შეგვიძლია ვინმე ჩვენს მეგობარს უთხრათ ხო მაგიტო გეუბნები რომ ეგ შანსი რომ შევამციროთ უნდა იყოს ეგ თემა რომ აი რაღაცა გადავიღოთ მაგრამ მე მგონია რომ ახლა ნაკლებად გვაქვს მაგის შანსი
იმიტომ რომ მოლოდინიც ხო ეგეთი არ გვაქვს რომ პირველი არხი უნდა ჩვენ გვინდოდა ეგეთ, ხო. ჩვენ გვინდოდა რაღაც უფრო დიდის გაკეთება და მე მივხვდით რომ ვერ ვაკეთებთ და მოდი რისი ტრაკიც გვაქვს ეგ გავაკეთოთ რა. არა, მაშინ ეგ არ გავიაზრეთ. ხო, ვერ გავიაზრეთ. ვერა და ეხა გავიაზრეთ რაღაც 7 თვის მერე რა. ამიტომაც რისი ტრაკიც გვაქვს იმას გავაკეთებთ და თქვენ კიდევ რაც გამოიწერეთ არხი რა ვიცი. ხო, ეხა არ მინდა რომ ცოტა ის ცუდი ტონი წარმოვიდეს, რომ აი არხი ფეხებზე კიდიათ და რაღაც. ხო, ანუ ეგრე არა. არანაირად რა. უფრო თავისუფლად უყურებთ და უფრო შეიძლება რა გამომწერების რაღაც მაყურებლის რაღაც რაოდენობა მოგვაკლდეს. არის მაგის ალბათობაც რა. თუმცა არის იმის ალბათობა რომ პირიქით ეს უფრო გაუსწორდეთ და რაღაც ჩვენ თემა რა. და კი ჩვენ ვცადეთ იქ რაღაც სიახლეებსაც ვეცდებით თანდათან აი ამ ფორმატშიც. მაგრამ მაინც შევხედავთ თქვენს დამოკიდებულებას რა. რა გისწორდებათ იმას გავაგრძელებთ რა. პირდაპირ რო ვიყოთ. გაქვს კიდევ კითხვა ან შენ გონი დავიწყოთ. იმპოსტერიც მოენადგა ხალხს და დავიწყოთ ვარ. ხო, იმპოსტერი დავიწყოთ. ვინაიდან იმპოსტერში დღეს ეხა კაცს მიღმა პროდიუსერი არ უყავს. კოსტა სამშენში მოხვიდოდი. მე შევქმნი ობლიგაცია. ხომრაბზე. ერთი 40 წუთი ველოდებოდით AI-ს ადამ დააგენერირებდა? აგრა დააგენერირა გეფიცები რა. კლოდმა რა თქმა უნდა რა. ხო და დააკვირდი რა კარგად არის გაკეთებული შეხედე რა. ხო და ეხლა რა არის პრინციპი? სახელები ჩავწერე კოსტა გიორგი მიშა. ეხლა ამას დავაჭერ კითხვის არჩევას. ეხლა შენ ჯერი არის. ანუ შენ ნახავ კითხვას შენსაც ჩვენ ვერ ვნახავთ. სხვა მოგაიქეთ. და მე უყურე კითხვას რო ნახავ გაგზელებას დააჭერე. და მე ჩემკენ გამოწია პირდაპირ შემდეგი კითხვა არ იქნება. კიდევ ასეთი წარწერა იქნება რა. შეიძლება კითხვები ცოტა ისეთი იყოს. არ ვიცით როგორი იქნება, იმიტომ რომ მაინც ხელოვნური ინტელექტია და ეხლა კითხვიან რომ აი ახერ ადამიანს არ იყენებინ და ო, რა კაი აპლიკაციაა. გადაეცი გიორგის. ხო, მაგარი. ანუ და სხვათა შორის ეს აპლიკაცია ისე მოგვეწონა, შეიძლება დავლანჩოთ, ნახოთ. ამ კაიო მართლა. კი, მეც მომეწონა. დიზაინი ყველაფერი კითხვა იმას ქნა. ხო, კაი, კოსტამ ხნა კითხვა დაიმახსოვრე. კაი, მე არ უნდა ავიღო ხო ესენი? მეც მომეთ, პარე მოგვეცი რა. ხო, დავარიგო. ხო. აგერ მიშა. ეს ახალი დაფები სხვათა შორის. კიო. 5-6. 17-18. 11. კაი, მოდი ნახოთ მთავარი კითხვა რა იყო. და მთავარი კითხვა იყო, რამდენი წლის იყავი, როდესაც პირველად წახვედი კინოშიო? მე გიო. მე ვცხოვრობდი ძალიან გაჭირვებულად. კაი, გაჭირვებულად ცხოვრობდი. ზუგდიდში კინოთეატრი არ მქონდა. ზუგდიდში კინოთეატრი გქონდათ. არა, მე ტოტალიზატორი გახადეს ეს კინოთეატრი. მანამდე ხო გქონდათ? სკამები ითხოვეს ქუთაისიდან. რა მნიშვნელობა აქვს ხო არ გქონდათ? მე ვერ მივედი მაგ დროს. სკამები რომ მივედი, სკამები არ იყო უკვე. 18 წლამდე თბილისში კი არა, გერმანიაშიც ნამყოფი იყავი. 13 წელი გერმანიაში კინოსტოს თუცა. თბილისში ხო იყავი ნამყოფი? როგორ არა? არა, გამორიცხულია. არ ვიცი მე რუსთაველი. არ მჯერა. შორს იყო რუსთაველი. 5-6 ძალიან რას უყურე. რომელი ფილმი? სპაიდერმენის მეორე ნაწილი. ოტო ოქტავიუსი. ხო და მან არ მახსოვს რამდენი. სპაიდერმენის მეორე ნაწილი 2004 წელს გამოვიდა, ხოთა იყო არ გამოსწორეთ ეს. 2004-ში არ გამოსწორე, მეორე ნაწილი არ გამოსწორე. კარგაზე ორში გამოვიდა. კაც 5-6-ის ვიყავი. სადაც მაგდოთ მესამე გამოვიდა მე. ხო და მე ჩემი პირველი ფილმი იყო რა იყო აბა? შურის მაძიებლები. უი, მეც რა ბავშვობაზე დავუწყე, ლაპარაკ 18 წელს ხო იყო, ვიცნობდი და კინოში დავდიოდით, აი მაგრად გვევასებოდა. კაი, შენ ისა, რაზე იყავი პირველად? ხამი მუზეუმში. და 2009-ში იყო მგონი და მაგიტომ დავწერე. შენ წლის ხარ? 98-იანი ვარ. ოკეი. კიდე კაი. 11-12 აი არ მახსოვს ზუსტად. კაი, ხო, ჯანდაბა. დაახლოებით და გამოვლენას დავაჭიროთ აპლიკაციის თემაში. ნახე რა, მაგარია იმპოსტერის გამოვლინება. და ყველას ქონდა ესა და იმპოსტერი იყო გიორგი. რა თქმა უნდა. არ გაატრაგო, ვიცი. კაი, მე პირველად კინოში ვიყავი იმაზე. აუ რა ქვია? თაგვირო იყო პატარა. სტიუარტ ლიტლი. სტიუარტ ლიტლი. და ის კითხვა რა ქონდა? ბიჭო, კითხვა მქონდა ასეთი და სხვათა შორის ეხა გაგიგვირდებათ მაგ თემაში. თეატრში რამდენი წლის ასაკში იყავი პირველად და თეატრში რა ხვი? საკმაოდ დიდობაში ვიყავი. ხო, თეატრში არ მიგვირს. აი მე მაგასაკში ვიყავი უფრო. თეატრში? სკოლიდან წაგიყვანეს აგამე ეგეცემა იყო. მაგასაკში უფრო ცირკი და ეგეთი რაღაცეები და თეატრი ეხა. თეატრი საბავშვო თეატრი იყო. ვაგზელებთ და ეხა დააკვირდი აპლიკაცია შეხედე, დააკვირდი კოსტა, ახლა თამაშს დააჭერ, თამაში დაწყება, კითხვის ისევ არჩევა და ისევ მივყვებით. იზი. ძალიან კაი, არა, იზი კი, ძალიან მაგრამ კაია, просто მართლა აპლიკაცია რო იყოს ეგეთი, აი ტელეფონში ვაფშე მაგრამ გასწორებნა. კაი, არა უშავს, აგირა გვაქვს აპლიკაცია და კარგია, საერთოდ აი, მაგის გაკეთება შეუძლია კლოდს. ანუ კლოდს კი არა, AI ზოგადად. მომწერა ეგეც. ხო, ის რაღაც ფაილი ჩააგდო. გვაქვს უკვე. ხო. ხო, просто ეხა ის იქ როგორ თუ ვინმე პროგრამისტი ხართ, ვინც უფასოდ იყვიას დაგვიყვარებით ამ ნაწილში, კლოდს ყველაფერს მოგცემთ, გზა გვაქვს. აპლიკაცია გავაკეთოთ, დავარქოთ ბოროები და უფასო იყოს აღარ რა ყველასთვის.
და დაულანჩოთ. და დაულანჩოთ, ხალხი თამაშობს იმას. აჭარული ხაჭაპური ჭამე. კინოში ვიყავი. Kanye West. Kanye West-ის კონცერტზე ვიყავ. კაი. მოდი ვნახოთ ახლა მთავარი კითხვა რა არის. რა არის ყველაზე ფან, ხიარული რამ რაც მოხდა ამ კვირაში შენთვისო რა? კაი, ახლა ვიმჟელოთ. მე მიზერია აჭარული ჭამე. ანუ გებიცები? არა, მაგარი ხიარული რამე. ანუ შენთვის ძალიან ფანია, მაგრამ ადამიანი რომელიც ყვებას ვიცავ ამდენი ხანია და ჩემთვის cheat day. რა cheat day ხოლმე ეს cheat day გაქვს. აქ ვიყავით ერთად და ეს უფრო ფანარი იყო, ვიდრე აჭარული. მოვკვდით 8 საათი ფეხზე ვიდექი. აი ფანი იყო. რა ფან 8 საათი ფეხზე ვიდექით, მიშა? თან ქანიევას არ გიждდება ეს. ხო არც მე არ გიждდები. გიждდებით, მეც არ ანუ გიждდები. ჩვენ კონცერტზე არ ვიყავ, ჩვენ ვიყავით სამუშაოდ. მოდი აქ დავიწყოთ. ხო. ჩვენ არ ბილეთი არ გვიყიდი არაფერი, ჩვენ ვიყავით სამუშაოდ, ჩვენი საქმე იყო იქ. ფანი იყო. პირველ საათზე მივედით, გამოვედით, რავი, რომელ საათზე ფეხზე ძლივს ვიდექი სახში რომ მივედი რა. ჩემი აჭარული გაჭაფურ ჭამა ძალიან კარგი იყო. სხვა არ მახსენებ ამ კვირაში რა. ბიჭო, ჯერა ამის, იმიტომ რომ მართლა cheat day, როდესაც დიდი ხანი იცავ, მეორე დღე cheat day ქონდა. ეგეც რა მართალია, ბიჭო, აი არა, ერთად გაჩი. ბოლოს 3 კვირა ხო ვიცავ. აი მართლა ვიცი. ეხა ზუმი მიშა სახეს. არა, ვიცავ, აი ძალიან შიგა. მაინც ნუ მატყუე ჩემი. აი, ხო, აი როდის აი ერთი კანიევეს მომიწია. Kanye West-ი კი. კი, მომიწია და წინა დღეს რო ჭამე წინა დღეს. არ მიგახსოვს. არა. არ ზუსტად ამახსოვს. და 3 კვირას თუ მეუბნები, 3 კვირა შეჭემა. წისგულშიც ვიყავით. მერე რო დავლიეთ იმაში ბარში. მერე ორთანაში გავსწრე. აუი, ხო, ორი კვირის წინ დავლიეთ. ხო, არ მეღადავე. ანუ 3 კვირა cheat day არ გქონდა არა ისე. კაი, ხო, 5 დღე არ მქონია და 5 დღე არ მქონია. აი 3 დღე არ ქონია ხო, ეგ. კაი. აი, ჩემთვის ეს გამახსენდა პირველი. კოსტა, შენ რა კინოში იყავ? კინოში ვიყავი. ეხლა მაგარ ფილმზე. Mortal Kombat-ს მეორე ნაწილი ნახეთ? გამოვიდა? პირველი ნაწილი ხო გახსოვს? იმაზე ცუდია. მართლა ბიჭო. და ოღონდ ფან რატო იყო, იცი? აი Fox-ზე მე და შენ გასაშვებით, იმდენად ცუდი როა რომ თუ არ იყატავე დეპრესიაში ჩავარდები. ზუსტად ეგეთია. Forza-ში კლასიკაა რა სამ. ხო, მაგრამ აი Mortal Kombat-ი კატასტროფულად ცუდია და უნდა იღადაო რა იქ რაღაც. ის კუბანი არ არის სამსახიობი მაგ რა ქვია მაგას? ბოიში რო არის, ხო. აი სახელი არ მახსოვს. კუბანი. აი რაღაც ძალიან უცნაური სახეები. კი, ის Johnny Cage-ს. Johnny Cage, ხო. კი. ვილოდი რო რაღაც Raiden-ს ყელს გამოჭრიან და უნდა დაიხილოს რა და ნახევარი ფილმი წევს ჰაერში. ანუ პროსტა ჰაერში არის ქუდით და ჩექმებით გაჩერებული. რატო? ყელი გამოჭრეს და იხილება. მართლა. მე იმაზე მინდა წავიდე. Very scary movie გამოვიდა ეხლა და აი ეგ ძალიან კაი იქნება, დაგწონებული. თან ისეთი ხუმრობებია. ისეთი ხუმრობებია, ხო. კაი და იმპოსტერი ვინ არის? არ ვიცი. აი ეგ მართლა არ ვიცი. კაი, მოდი, ხმის მიცემაზე გადავიდეთ, ხო? რთულია. გადავიდეთ, მოდი. ახლა ძალიან რთულია. 3. მე ამის ჯერა. ანუ ეს მჯერ, მაგრამ თუნდაც აი, ოკეი. შენის მჯერა. 3 კვირა, კაი, 3 კვირა არის შანსი არა, მაგრამ 5 დღე თუნდაც რო დაიცავ. მე არა, აჭარული ხაჭაპური ისეთი რამეა. ხო, და თან სულ ფან არის რაღაცა. თავისთავად. მაგრამ და ყველაფრით. არ უთქვამს. ეს მე ვოისებს მიგდებს ხოლმე თუ რაღაც ისეთ ჭამს, ძალიან ცხიმიანს. მე შეისეთი რაღაც ჭამე. ანუ ძალიან რაღაც ისეთი ხმი. ხო, მაგრამ ეს მიწერია, ყურე, ჭამე. აი, ხო, ჩემზე თუ გინდა იმჟელით, მაგრამ არ ვარ სერიოზულად არ ვარ. იცი ოდი ვჭამე? იმ კონცერტზე რო ვიყავი. მეორე დღეს. ხო, მივხვდი, ხო. არ 3, 2, 1 კოსტა, კი არა და მიშა. კოსტა. გიო და ჩავშალეთ. კაი, ვინ იყო? აი, გაჩი, არ გვინდა თქვა. ეწავს. აპლიკაცია გვეტყვის. მე ვიყავ. კოსტა, ხო. ოღონდ იცი როგორ, ანუ იგივე კითხვა მქონდა. ანუ ნახე, სხვა სიტყვებით ეწერა. ჩვენთან ხო იყო happiest thing. ხო. და ჩემთან იყო მე მგონი enjoyable hangout თუ რაღაცა ეგეთი ეწერა რა. და this week იყო ორივეგან. ამ შენ კვირაში ქონდა best hangout. ქონდა most fun. ხო, ანუ ძალიან კაი, კითხვა იყო. ხო, კლოდია რა. მოდი შეხა, სულად გამართული არა. ხო. როცა ჩავუშვებთ, მე იქნება გამართული რა. კოსა მიგილო. ო, არ ვიცი, არ ვიწონები. რატო ზა? იმიტომ რომ არ გული გაუსწრეს. არ ღვეო. აბა ვიცაო საკაიფო და. ბიჭო, აი ერთი კვირა დავიცავ, მე 3 დღე მივაბამ ხოლმე სასწაულად ვარ ხო. ავეჯი. ხაჭო, კვერცხი და ბერძნული იოგურტი. პოსტერები.
ოკეი, ეხლა ვნახოთ თავარი კითხვა რა იყო. რა იყო ბოლო რამ, რაც შეიძინე სახლისთვისო? მე ხაჭო იოგურტი. ხო, გუში ვიყიდე. საკვებია. სახლისთვისო, საკვებია და მე ვიყიდე. ცოტა ისეთი მეგონა რა. მეც ეგეთ მე პოსტერები თლად არ მიყიდია, ბაქტერი იყო, მაგრამ ნუ ეგაა რა წინა კვირას. როგორი პოსტერი იყო? ხო. როგორი პოსტერი იყო? ვიდეო დავდე მაგაზე. მართლა? ხო, კაი. რა ვეჯი იყიდე? ძალიან ზოგადი გიწერია. ავიჯი პატარ-პატარა რაღაცები ვიყიდე რა. და კონკრეტული რატო არ დაწერე? ბევრი რაღაც არ მინდოდა სამი ახლა ქართულად ხედავ. რა დამწერდი. აი პატარ-პატარა რაღაცები ვიყიდე. მე წიგნებიც ვიყიდე ის, ან პროსტა ეს არ ვკითხულობ მაგას. პროსტა იმისთვის ვიყიდე, რომ ვიზუალურად ხო, ლამაზია. მე რაღაც პატარა ლამპები აი იუსკში რაც ჩვენ ვიყიდეთ, ეგეთი რაღაცები პატარ-პატარა დეტალები და ისიც ვიყიდე რა. ხო, არ ვიცი რა ქვია მაგას. დეტალია რა. ოკეი, კაი, ჩემს შეატო გეპარება ეჭვ. რა არის ამაში? მე უფრო დიდი რაღაც მეგონა, თქვენ მას პატარა რაღაცები დაწერეთ, ხო? ხაჭო და რაღაცა, მე კვერცხი ვიყიდე. ეგრე შაქშან ვიყიდე ტელევიზორ, ანუ დიდი რაღაცა რა. მე გამახსენდა რომ აი ბოლოს რა იყო. ვთვლი რომ ძალიან მარტივად არ ვარ იმპოსტერი, კოსტა რას ვფიქრობ? ბიჭო, მეც არ მგონი ხარ იმპოსტერი. ხაჭო კვერცხებელს. ან მე იცი რა ანუ შეიძლება რომ იმპოსტერის კითხვა იყოს, მაგრამ რატომღაც მე იცი რა მგონია? იმპოსტერის კითხვა? რა გადააგდე რაღაცა იგივე. არა, ხაჭო. შეიძლება ანუ რაღაც გაფუჭდა, ეს ხო არ ჭამს არაფერს და კვებაზეა. და მაშინ არ იყიდით. მაცი ვარში რაც უნდა ანუ რაღაც ეგეთი. ეს კაკაი რაღაცა თქვი. ამას ეს ხო კვებაზეა ყოველდღიურად. ხო და ანუ ჩემს ხაჭო არ კვერცხი ვიყიდე, და ჩემთვის ეს- არ ვიყიდე. აბა ვისთვის იყიდე? არ ვარ მარტო სახში. ხო და ისა კოსტა რატომ მგონია ესე? ანუ კითხვა მოდის. რომ რა იყიდეო და ტიპი წერს პოსტერს, რომელიც დაუბარტერეს. ბიჭო, ანუ- იმიტომ სახლისთვის არ შეიძლება ხა იმაში არ შემიმატებია საერთოდ არაფერი. გავიგე, მაგრამ პოსტერს არ დაწერდი, ხვდები რაღაც სხვას და არ დაწერდი, რავი. თან დაგი, ანუ მაგრამ ამის კითხვაც ისეთია რა. კითხვა ხე ვთქვი, რომ კითხვა ხო იყო ბოთ, ანუ იყიდეო. აი აქ არაფერი არ მიყიდია საერთოდ სახლისთვის. ეხა ნახე 200 IQ. ისა რა ქვია? AI-ის დაწერილია და რაც არ უნდა კაი დაწერილი იყოს, მე და ეს ვიყავით და შენ არ ყოფილ ხარ. ხო, გეიწევს უეჭველი. უეჭველი ხო, გიწევს, აი უსეკუთრებული. იქ ვნახოთ კოდი როგორი არის. აკრასტაგი AI-ის აი დაწერილი. კაკრაზე AI-ის დაწერილი გო რაღაც ისულელეს ხო გეუბნება და მტყუანი ხარ. მართალი ხარ, მე წახან მოგატყუე. აი ეგ მგონია ზუსტად. მოდი ვნახოთ, აბა თუ შევცდით და მაშინ კოსტა ყოფილი. მაგრამ მე მაინც, კაი, ნუ როგორც გვინდა. აი, მოკლედ მე- 3 2 1 მიშა. კია. კაიგად, ვნახოთ, არ თქვათ ვინ იყო. შენ თქვი. რა? შენ არ გითქვამს. მიშა თქო. კაი, ვნახოთ, აბა, იმპოსტერის გამოვლინება. მიშა! ხო თქვი. კოჩა კოსტა მაგარია. ეგ არის. კაი, მოდი ერთიც ვითამაშოთ და მე ჩემი კითხვა არ გაინტერესებს. მოქმედება სიმართლეზე გადავიდეთ. შენი კითხვა იყო ანუ ის იყო რაც აუ რა ჩათალახია შეხედე. თქვა ბიჭო. რა გადააგდეო რა ბოლოს სახლიდან რა ბოლოს. გადააგდა? რას საქმე რა გადააგდე ბოლოს ავეჯი გადააგდე? კი, ხო, რაღაც დამტრეული ავეჯი იყო და გადავაგდე რა. 1 2 ზუსტად არ მახსოვს. 3 სუსტად. 20-30. 20-30. ნახოთ კითხვა რა იყო. ნახოთ კითხვა რა იყო. რამდენი ახალი ადამიანი გაიცანი გასულ თვესო? 20-30 ახალი ადამიანი გაიცანი? ახალი ადამიანი. მე ახლა მიკვირს. კოსტა 3 არ მიკვირს. შენი 1 2 თუ რაც გიწერია. რა გიწერია? 1 2. ხო, წერია. ნახე, მე რა ლოგიკით მე გაცნობაში ვგულისხმობ გაცნობას და არა შეხვედრას. ახალ ადამიანებს ყოველდღე ვხვდებით, რავი. თითქმის. ხო, არა, გაცნობაა, გაცნობა. გაცნობა სასიძახი. აი ანუ ეგ კამპანიაში რომ მოხვდებით, რაღაცას დაილაპარაკებთ, რაღაც წინადადებებს. სხვანაირად. ხო, კაი, მითხარი ჯერ რას გულისხმობ? მე მიგულისხმობ, რადგან ვიდეოგრაფი ვარ, ხო. სულ მიწევს სადღაც ყოფნა გადაღებაზე და ახალი მენეჯერების გაცნობა, მე აქ ახალი ის დაგვემატა კომპანიაში და ხო. მაგის გაცნობა და პლუს შეკვეთებით შემოდიან ჩემთან და სულ პროსტა ადამიანებს გულისხმობ. ხო, მოწერა სხვა რამე არის, ხო? გაცნობა არის რას პირადად როგორ ის. მიმოწერაც მაქვს მაგათთან. ანუ ყველასთან არა 30-თან, მაგრამ ანუ ისეთია რა. კაი, კოსტა, შენ 1-3 მითხარია. 3 ადამიანი ზუსტად გახსოვს და შენმა მეორე ნახევარმა გამაცნო დაქალები და 3 იყო? კი. ნუ 3 გამაცნო. და მაგის გარდა არ გაგიცნია რავინ? არა, წინათვეს არავინ არ გამიცნია. ეგრე არ მოხსენდება რომ ვინმე გამეცნოს. მე გაცნობაში ვიგულისხმე, აი გაცნობა ხო, რასაც და აი გაცნობით ახლა და გამახსოვდა ადამიანის სახელიც, შეიძლება ინსტაგრამზეც დაამატე, რაღაც ეგეთ გაცნობას გულისხმობ რა. ხო, აი ეგრე გავიცანი 3 ადამიანი ზუსტად. 20-30.
მე როგორც ვიგულისხმენ კი, აი Instagram-ზე არც ერთია გავიგე ხო და მაგამატო. 20-30. კი, ბევრი არის. იმას მარტო ერთ ღონისძიებაზე მინიმუმ 10 ადამიანი გავიცან. სახელები იცი ყველასი? ყველას შეიძლება არ მახსოვს, მაგრამ ერთი 6-7 ადამიანის მახსოვს. რავი 20-30 ისე ციფრები მეეჭვება მაინც არის. ბიჭო, ხო, მაინც მეც მეეჭვება, იმიტომ რომ 1-2-იც არ მეეჭვება. თან უკვე სახელი ხო უნდა გახსოვდეს. შენ ხო გახსოვს იმედია შენ? გაცნობებას მაგას გულისხმობ ხო სახელი რო დამახსოვს თუ სამსახურში მე შევხვდი კაცო შეიძლება ვიღაცა ახავს. 1-2 ეხა ერთი მაქსობს რა იდეაში. მე მარტო ერთი 6 ადამიანი გავიცანი აი ეს მონტაჟის თემაში. რომ წერენ, მირეკავენ და ლაივში არ გინახავს ეგ ადამიანები. ვიდეო კოლი ითვლება? არა. ვიდეო კოლი. გავიცანი ეგ ხო ნიშნავს მაგას, დაიცანი. კაი, ჩაგითოლი მაშინ, მაგრამ აი, მაგრამ 30 მაინც მაინც მებრება 30. ერთ ღონისძიებაზე 10 ადამიანი გავიცანი მინიმუმ. даже მეტიც შეიძლება. დავიგეთ. კაი, მოკლედ. მოდი, სტანდარტულად მიშა სადაც უნდა დაიჩაგროს. არ ვარ მე, მაგრამ მე მგონია რომ გიო არის. მიშა სადაც უნდა დაიჩაგროს. ხტები? გიოს ბიჭო ძალიან ლოგიკური ვიცი ხო? წერია. ერთი არის აცდენა გასტასა ზუსტად. არა, მე მეტი გაიცანი, მე დარწმუნებული ვარ. 3, 2, 1 გიო. მიშა. მე არ ვიყავ. და ნახოთ ვინ იყო იმპოსტერი. გიო იყო. მე ვიყავ იმპოსტერი. შენ იყავ. შენ იყავ იმპოსტერი? შენ ერთი რამდენ ზოუნებო გაჭირდა. მაგ შეხვდი წინა თვეშიო იყო ჩემი კითხვა. და წინა თვეში კაკრას შევიკრიბეთ და 3 იყვნენ. ბიჭო, მე კითხვა მახსოვდა, გასული თვე კი არა. გასულ კვირას ამდენი გაიცანი. მეც გამიკვირდა 1-2 რანაირად. ხო, და თვე რო ყოფილიყო მეტი მეწერებოდა და რო დავიწყეთ თან ლაპარაკი. შენ რო ლაპარაკობდი, წერდიო. შენ ყველას წერ მერეა. გადახება რომ დიჩავნიშნო და რაღაც ანუ და ლაივშიც ხედავდა. ანუ ეგეც ხო გაცნობაა. მართალი ხარ. კაი, გადავედით სიმართლე თუ მოქმედებაზე, Brain Blasters-ის თამაში, რომელსაც მე ჩემახსენს ვიღებდი და ხალხმა იცის და მოდი ხა ჩვენ გადავიღოთ რა. ხო, მოკლედ, ასეთი სატრიალებელი გვაქვს, დავატრიალებთ ამას და მოგვივა რა სიმართლე თუ მოქმედება და გვაქვს სიმართლე და მოქმედების ბარათები. და თან მჟავი რაღაცების უნდა დავაგემოვნოთ, როცა რაღაცას არ გავაკეთებთ რა. კაი, ვინ დაიწყებს? კოსტომ დაიწყებს. მოდი დავიწყებ ხო. მიდი კოსტა დაადრე. და შენ მოგივიდა სიმართლე. კაი, მოდი ხაქი ამოიტანე. რაზე გიტირია ყველაზე უაზრობაზე? ვიტყოდი მე ხარ ასე. ფორსაჟი არის, მაგრამ ვიცი. 1955 წელს რაღაც კადრებს უყურებდა. კოსტა მოვიდა. ის სასამართლო პროცესი იყო რაღაც. და ძალიან განიცადა. ბიჭო, უაზრობა როგორ თქვა ეხლა, მაგრამ ანუ იმასთან შედარებით რაზე სხვა რაღაცებზე რასაც მიტირია. უაზრობა არ არის ნახდად რა, ჰაჩიკო. ჰაჩიკო არ არის უაზრობა. ბიჭო, არა, მაგრამ ეხლა ბაბუაჩემს გარდაცვალებაზე მიტირე კიდე. ორი მომენტი გქონდა ცხოვრებაში. ბიჭო, არა, მეტი მქონდა, მაგრამ ესე მარტივად არ ვტირივა რა იგე და თუ მე მარტივ ძალიან აი ეს. ანუ ტრაგედიულ კაი, მოდი ბარემ უპასუხოთ, მიდი შენ ყველაზე უაზრობაზე რაზე გასდა ჰაჩიკოზე ბოდიში აი როგორ ხო კაი, ჰაჩიკოზე ყველა ტირი. ჩამუჯექი ერთი 3 წლის წინ ნახე პირველად მე გეფიცები აი ფილმებში ხო ის ხელსაყოწა მიგოარის აი ეს ტიჯექი მე ტელევიზორ ჰაჩიკოზე თუ არის ტირი, ესე იგი რაღაც პრობლემაა. არ ადამიანი ხარ. ხო. რა ვიცი. კაი, მიშა შენ რაზე გიტირე ყველაზე უაზრობაზე. რა მე ყოლმე ბიჭო, აი რაღაც ცოტა მაინც სენტიმენტალური მომენტი თუ გაიჩინა კინოში. ეგრევე BMN აი ესე ვზივარ და აი მე ძალიან მარტივად იმაშვა. შენ? ყველაზე უაზრობა რაც მახსენდება იყო, ისო არის, დორის ძიება. ნეიმოს ხო ეძებენ და მე რო გამოვიდა. უი, ხო. მე ეს არ მახსოვს, მან რა იყო ეს. ბოლოში ოჯახს რო შეხვდება ძალიან ემოციურია. კაი, მიშა მე დაატრიალე. მოქმედება. როგორ შენ სკოლის მასწავლებელს და დაიწყე სიცილი და უთხარი რომ ბოლოს მაინც შენ გაიცინე. ანუ მაგას ფიზიკურად ვერ ვიზამ, ჯერ ერთი არ მაქვს ნომერი. ხო, კაი. ამით ეხლა გადაწყვეტე რა უნდა ჭამო შენ. так, დონი გვაქვს, მეოთხე დონი შეგიძლია ჭამო. თან ახლა როგორი რამდენი მჟავი არის? რა არის ეს? ზოგადად რა არის? ჟავე კამფეტი. ჟავე კამფეტი. კამფეტია? კაი, ჩვენ გავაგზავნოთ ამასობაში. ეხლა ჩემი ჯერი არის. ზამჟავეა? შავებამჟავეა. არ მეგონა რომ გაგიჭირდებოდა შენ. გაჭირებით არ მიჭირ. გაჭირებით არ მიჭირს. უბრალოდ ვერ ლაპარაკო. კაი. და ჩემი არის ორივეო. შენში.
კაი რა, ორივე, ანუ სიმართლეს და მოქმედებას. აჰა, ეს იყოს. თქვი რა გაგიზიანებს ამ ოთახში მყოფ ადამიანებში. უპრობლემო ვიტყვი და ბარემ მოქმედებაც ამოვიტანოთ. დაურეკე დედას და უთხარი რომ ცოლი მოკავს. კაი, აქ ოი ზანგაია. ასე მალე იგივეს ვერ ვიტყვი, ამიტომაც ამას შევჭამ ამის ნაწილს და რაც შეეხება თქვი რა გაგიზიანებს ამ ოთახში მყოფ ადამიანებში. სიმელოტე. ეს ორივეს გვაერთიანებს, ხო? არა, ეგრე შუაში, კონკრეტ გარში. კოსტაში მაგიზიანებს აი ეს. აი, ინდეზე სიგარეტის მოწევის გამო ჩახველებები აქვს. აი, არ შემიძლია. იმენ აი 10 წელია ეგ მესმის უკვე არ შემიძლია. შენში მაგიზიანებს აი, ცოტა მიდრეკილება გაქვს იმისკენ. To be a poor. აგითანგბები, მაგრამ შენ ცოტა აი პესიმისტური საუბრები გახასე. პესიმისტური კი. მე პესიმისტური და to be მაგრამ ფურ არა, ზოგადად პესიმისტური. ახლოს არის ერთმანეთს. მეც მიწევს მოქმედება. ამჟავია ეს. მოქმედება გიწევს? ხო. კაი, სენდო. ო, მაინტერესებს ეგეთი რა არის? აჰა. ოგესო გურჯამი. თქვი? აუგეკე შენს crash-ს და უთხარი რომ შეკვდესო. crash რა მეორე ნახევარს. იგნე ან. crash-ი არ მყავს ახლა და რა ვქნა? არ ვიცი, ჩაი უნდა ჭამო. უნდა შევჭამ მაშინ ხო, კი ბატონო, რა ვჭამო? ან ნებისმიერი გამე? უნდა ჭამო აი ეს. თავიდან მჟავეა ძალიან. ხო, მაგარი ის არის, ხო. და მე ნორმია რა. მე და ბიჭო, ნორმი არა, просто აი სილო მივეჩვიო და ვერ ვეჩვი, აი. მიდაძრა. სიმართლე ბოლოს ვინ მოძებნე Instagram-ზე? ტელეფონი დაიდოს, ვიდი. მუზე ჯერ მე ვნახა. არა, არა, მეც მაჩვენი. არ ვიტყვი, კაი, მაჩვენი. ესა და ეს არ თქვა. რატომ? Sony Alpha. მოსაწყენი ადამიანი არის მიშა. Sony Alpha, ოფიციალური გვერდი, მინდოდა კამერა როდის გამოდის ბოლოს. ტიპი მინა რა. აი, შეასრულა, კაი. აი, ჩემი ჯერი. ეს ავჭამოთ ბოლომდე, აი მე просто პირში მიდევს. კაი. ზამჟავია. კაი, ჩემი ჯერი. ой, ისე ორივე არ იყოს. აუ, რას გადავრჩი? შენ მიქჩევ. მიდი სიმართლე იყოს, რომ მოქმედება არ მინდა დავუყო. რომელი გაარჩი? მარჯვნი მждომი დაგისახელებს სამ ადამიანს და აირჩიე აკოცე მოკალი ცოლად მოიყვანე. მიდი. პირველი არის გალგადო. მეორე არის გუშინ რო გაჩვენე ასტერიქს და ობელიქსი. ის გოგო, ის ახლა არის. Give me a kiss, დაგუგლეთ. ასტერიქს ობელიქსი, give me a kiss, დაგუგლეთ. გამაგარი გოგოა ჩემი აზრით. Give me a kiss. Give me a kiss. რატომ თქვი ხე? და მესამე არის სინისვინი. კაი, მოკლად გალგადო. სამცხარ. Give me a kiss იყოს ალბათ მერი. გეთახმები. Kiss იყოს სინისვინი. კაი. ой, იმედეთ. ბიჭო, უნიჭო ვარ. მოშხილი მოგი. ხურე? ოკეი, ბაზარი არა. შენ ირჩია. სიმართლე თუ მოდი მოგვიყვება. სიმართლეს ავიქჩევ მე. ხაკი. ვისაუბროთ. ამ ოთახში მყოფები და ვის აქვს ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი სტილი. შენ თავ შეგიძლია თქვა. ამ სტილი აი, შეიძლება ადამიანს არ მოსწონს ვიღაცის. ხო, ვიღაცა ბიჭო, ძალიან მე შენი სტილი არ მომწონს. ხო, ეგ ოკეია. კონკრეტულად ერთი დეტალი არ მომწონს შენში, ხო იცი? ფექსაცმლის ნაწილი რა. შენ ის არის, შენ მე აი, მიშას ფეხსაცვლები მომწონს, იმიტომ ერთნაირი ლაკოსტის ფეხსაცველი გვაქვს ორი. ანუ სტილი იცი რა არის ცოტა ალბათ ეს დეტალები არ მომწონს. ამდენად განსხვავებული სტილი აქვს, ეგც არა აქვს, რომ რაღაცა აი ძალიან სხვადასხვა სტილი აქვს და აუ, ამ ეს გასგა, ანუ. ხო, ლუის ჰემილტონი არ ვართ არც ერთი, ხო. ხო, შევჭამ? ჭამე, ხო. ერთი უნდა ჩაიღარო? ალბათ. ხო, ეს პატარა ისე. აუ, ეს მე მომწონს სხვადასხვა. ძალიან მაგარი რამე. просто გემოებით არის. ბევრია. ბევრი უნდა ჩაიდო. აი, ბევრია ისედაც. უნდა ჩაიდო. შენ კიდევ ჩაიდო? ცოტა ხანს. კაი, აგე. ჩემჯერი. ეგ არის. აუ, რა არის ეს? აპონტე მოქმედება იყოს. არ, ბევრი სიმართლე იყო უკვე, მოქმედება. ჩემზე რატომ არის? არ გვაქვს სიმართლე უკვე. მიდი. აი, იყოს მოქმედება. დაუთმე შენი ტელეფონი პირდაპირ მჯდომ, პირდაპირ აი, მოთამაშეს ერთი რაუნდით. ხო, ეხა უკვე სანამ მე ვიქნები, მანამდე კოსტას უნდა კონდეს შენი ტელეფონი. არა, ბლოკი მოხდე. კოსტა შედი ერთი იქ. მიეცი. მამე, ხო დაიწყე შესაძლებლობა. ჩაჩი შედი ერთი.
რომელში? არის Instagram-ზე და ვინოს მიწერე. Девочка, красавица. ინეოჩინ რა ვიცი. ეს რა არის ბიჭო? ამას ეხლა ხარ Instagram-ზე ლაიქებს ყვაჩვენებს ბოლო ხა. დღე. ისეთი ქონდა და ლაიქებული გო იმას უეჭელი ეგ აქ მიწერილი. აჰა, მიშას ტელეფონი აქტებს. თუ რა მიწერეს. სიმართლე. და მიდი ბოლო სიმართლე დაგვრჩა და ეგ არის. კი ბატონო. ამ ოთახში მყოფებიდან ვის ადგილას იცხოვრებდი ერთი დღით და რატომ? საინტერესოა. სულ მაინტერესებდა მე ხომ სიმელოტისგენ მაქვს გახრა რა. ახლოს ვარ რა. ძალიან მაინტერესებს როგორია. და ნუ ორივე მელოტები ხართ ეხა იდეაში, ამიტომ ხო, ამიტომ ერთს ვერ გიტყვი ერთს ვერ ამაზე. ვიტყვი. ასევე სულ მაინტერესებდა ეს რო გაიძახი წელი მტკივაო. რამდენად ტკივა? აი რამდენად ტკივა, ბიჭ, სულ მაინტერესებს რა. და ბიჭ, კოსტასეს მაინტერესებს ერთი რაღაც. შენ ადგილას კოსტასავა. აი კოსტასეს მაინტერესებს ერთი რაღაც, უბრალოდ აი კამერაში ვერ ვიტყვი მაგას ხო. აი კონკრეტულად ერთი რაღაც მაინტერესებს. უფრო კოსტას ავირჩევდი შენ ადგილას. აი, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც ერთი ის გვაქვს რაღაც, ანუ სულ გადაღებებზე ვართ. ხო, კოსტას ხოვრება უფრო საინტერესო იქნება. სხვანაირი არის და მაგიტო ხო. და ამას კოსტას ხოვრება კომპიუტერზე. ალო, არა. გადაკვირდა კომპიუტერი. იესოს. კოსტას ნაიტუბაი. და რესტარტი აბა. გამასწორდა. აგუშველა ატენაში. წასასვლელი. აი ხო მოვა. კაი. ალბათ ხო, მაინც კოსტა რა. არ გეწყინო შენ მაგრამ. არა, მე პირიქით მეც ალბათ. აი, მე აღარ დავატკიარლებ, ერთი მოქმედება დაგჭა და შენ პროსტა მოქმედება გააგებე. მიდი ხო რა არის, ხო, თქვი ოთახში მჯდომი რომელიმე მონაწილე საიდუმლო ისე, რომ არ გაამხილო სახელი. აი მოჭამი. პირველი მე რომ მივაწა. აი, ასი. მოეჭველი ჩემი საიტუბლოგე გაჟღერდებოდა და აჰა. ეს გამგიელი გამია სხვა შორის, თან პირველი ისა ვაფშე გამჟავ. ხო, არა, გაგისურვებთ. სულ ეს იყო ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი. იმედია გაგისურვებთ ყურება, ჭამის დროს იმედია კარგად იყურება. ხარს თუ გამოიწერთ და გაგვიხარდება ძალიან, თუ ახალი მაყურებელი ხართ. თუ ძველი ხართ და გვიყურებთ, მაშინ უბრალოდ ვიდეო მოიწონეთ. და რავი, კომენტარსაც მოვისმენთ რა. ხო, კიდევ ერთი დეტალის ამატება გვინდა რა. ვინც ბოლომდე უყურებს, მარტო მაგათთვის იქნება ეს დეტალი. აქ შემდეგ შეგიძლიათ კითხვები მოგწეროთ რაღაცეები. ანუ ვაფშე იმას გავაკეთებთ რა. ის კისაჯი გავაკეთოთ რა. რა, უბრალოდ დაგვრჩება. ხო და ის არის, კითხვების თემაში შეგვიძლია რაღაც მაგ კონდეს და კითხვა-პასუხის თემას შევგავაკეთოთ. აი ასია. ხო, სულ ეს იყო, იმედია, პროექტის დაბრუნება, აი ასე დაბრუნებას, მაგრამ რაღაცა იქნება. აი ეს ტელეფონი. ეგ არის. კოსტა ისე მაგარი გასუქებული ხარ, ხო? ბიჭო, ხო რა. ეს ამართლა ნეკილო ხარ შეჩენ. მართლა არ ვიცი. დედას გებიწემ. მოიქნიე კადრის. გავარ ისე თორს. თორს, ისე კი, იმაში რაგნაროქში რო მაგ თორს გავკარს უკანს. God of War-ში. God of War-ში ხო, God of War რაგნაროქში რაცა. ის ხოთა ის მე მომწონს. მოგწონს? ის მე Skype-ია, კი. კი, first try გაკეთე. ახლა ყველაფერი ვერ მეკნება. თორის.